სამი რჩევა, რაც შეიძლება მოგცე თუ ესპანეთში გადაწყვიტე წამოსვლა. როგორც იურისტმა, პირველი შემიძლია გითხრა, რომ ჩაწერის ფიგურა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბევრი ადამიანი მინახავს საუბრის დროს მოუწერია, რომ აქ უკვე დიდი ხანია, თუმცა ჩაწერა არ გაუკეთებია. მოგეხსენება ჩაწერა არსებობს მისამართი და უმისამართო, ვინც ახალი ჩამოსულები ხართ, იცოდეთ, ვინც იცით უკვე აქ ხართ. მე ერთს გეტყვით, ჩაწერა არის მიბმული განათლებაზე თქვენი შვილების, ასევე თქვენი ჯანმრთელობის ბარათზე, რომელიც სიპით არის ცნობილი. მეორე რჩევა, რაც იქნება, რა თქმა უნდა, ენის ბარიერი. მოგეხსენებათ, ესპანეთში შეგიძლიათ გადაამოწმოთ კიდევაც, რომ ესპანური ენის თემა აუცილებელია, ამისთვის ესპანურის სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ თუ თქვენ კატალონიის რეგიონში გადაწყვეტავთ, აქვე დაემატება კატალონიის თემაც, რაც კატალონიური ენასთან მიგვიყვანს და აუცილებელია სწორად შევარჩიოთ ადგილი. იურისტმა სწორად უნდა დაგეგმოთ ჩემი აზრით მარშრუტი, თუ როგორ უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა გზა. და მესამე რჩევა ეს არის უკვე საბუთების გზას რო აირჩევ, მაგალითად პირობითად არ აიგოს, რომელ ტიპს აირჩევ, რა ნაბიჯები უნდა მიყვე, იმისთვის რომ სანამ წამოხვალ, თუნდაც ის ბავშვის დაბადების მოწყობა, ვაქცინაცია, ყველა ეს დეტალი იყოს გათვალისწინებული. ეს არის ძირითადი მინიმალური რჩევები, რაც მაინც უნდა გაითვალისწინოთ, ვინც მოდიხართ და ითხოვები გაქვთ ჩაბარებაზე ცალკე რთული საკითხი, ამას უბრალოდ ერთი შემოვიფარგლებით და დანარჩენ ვიდეოებში შეგხვდებათ ეს ყველაფერი. თუ მეტი ინფორმაცია გენდოებათ და კონსულტაცია რო სიღრმისეულად შევიდეთ თქვენს кейსში, შეგიძლიათ COVID მითითებულ ნომერზე WhatsApp-ში ოღონდ დავაკონკრეტებთ და დამეკავშირდეთ, ან პირადში მომწეროთ. პატივისცემით, თქვენი იურისტი ლუკა როსტომაშვილი.